საღამო მშვიდობის მოგესალმებით. ახერხა ბურთის მოგერება, თუმცა ისიც შეცდა ჩაწოდება საჯარიმოში შეიძლება დარტყმა და ყოჩახამ ეპიზოდში უახით სელიმოვიჩი, რომელმაც გამოიტანა. ძალიან გამოჩდილია. კირკამეორებით უნდა ვნახოთ ეს ეპიზოდი, სად არის კირკიტაძე დაუკვირდით, კარგად გაიხსნა დაასწრო იქ ჯინჯოლავას, მაგრამ სელიმოვიჩი იყო ძალიან კარგი და ამ ეპიზოდში გადაარჩინა თავისი გუნდი აშკარა გოლს ლუქსემბურგელმა, თუმცა ზუსტი დარტყმა არ გამოვიდა. სტარტი როგორც ხედავთ ბათუმელების არის და ისინი ძალიან აქტიურად და კარგად მოქმედებენ დღევანდელ შეხვედრაში. ესეც კარგი იყო კირკიტაძე ჯაფარიძის კომბინაცია, უბრალოდ დარტყმა, საბოლოო დარტყმა არ გამოვიდა. ასე რომ დაგეგმილი ბათუმში კიდევ უფრო გაზრდილება აკადემიაზე ქუთაისში აქ სახიფათო იერიში შეიძლება ალბათ უკვე დარტყმა კარგმართულებთან ჩაწოდება დარტყმა და პაატა ღუდუშაური თავისი ყოფილი კლუბის კარში გატანილ გოლს არ აღნიშნავს და აიგებს ამ ყველაფერს და აქ არ არის თამაშგარი მდგომარეობა და შეცდომა ამ ეპიზოდში ლაყვეხელიანის კიდევ ერთი ყოფილი იბერიელის და პაატამ ითამაშა ძალიან კარგად ამ ეპიზოდში და მშვენივრად ბედოშვილის გადაცემა აღნიშნავს აუცილებლად შეიძლებოდა ბურთი ესე პირდაპირ არ მისვლოდა ღუდუშაურს რომ არა ლაყვეხელიანის შეცდომა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რაც გააკეთა პაატა ღუდუშაურმა ეს იყო ძალიან კარგად გაკეთებული, რა თქმა უნდა საჯა ამოწმებს. ახლა ეს ჩვეულებრივი მომენტი არის ამ მსგავს სიტუაციაში ეპიზოდის შემოწმება და აქაც თურმანიძემ ვერ გადაარჩინა. ეს ჯესტი იყო ძალიან კარგი და ფეხბურთელები ცდილობდნენ. აი ახლა კიდევ ერთი შეცდომა შორიდან, მაგრამ სეტში შემდეგ იბერიაში დაბრუნდა, ახლა კი ბათუმის დინამოს ფეხბურთელია და კვლავ პაატა ღუდუშაური მარჯვენა ფლანგიდან. ბევრი არიან ბათუმელები, მაგრამ არის ზაგანია, ზუგდიდან ბედოშვილის ღუდუშაური. კარგი გადაცემა, ნახოთ რა იზავს ბედოშვილი, ბევრია. არ იყო ამდენი საჭირო. მეორე ეპიზოდი აღარ ჩავთვალოთ, რადგანაც იქ თამაშგარი იყო, მაგრამ აი ეს რა კარგი ეპიზოდი იყო, ხედავ წულუკიძე. შეცდა ვერ შეცდა და აი აქ ხა დარტყმის მომენტში რა თქმა უნდა ეს თამაშგარია. ლაყვეხელიანი ეს ფეხბურთელი, რომელმაც ვერ მიასწრო ბურთს და აი მომენტში იყო კონტაქტი. მოძებნა შეიძლება ითქვას ბედოშვილმა კონტაქტი და აქედან გამომდინარე თამაშის წესიც დაირღვა. თურმანიძეც თან ნახოთ. მოკლე გამორბენი საკმაოდ. გამორბენი დარტყმა და კინაღამ აიღო, მაგრამ ეს კინაღამ არ ითვლება. 0-2 ჯინჯოლავა გატანილი გოლის ავტორი. მარცხენა მცველი გახლავთ. ორივე 3-3 პენალტი აქვს ზუსტად შესრულებული. ნახეთ, კარგად დაარტყა და მეკარეც ბოლომ კარგად ასრულებს ჯინჯოლავას ხათაშორის ის წინა პენალტების, რომელიც მან გაუტანა დილასა და მეშახტეს, კარგად იყო ყველა შესრულებული. და კონტრიერიში ზაგანიამ დაარტყა ცუდად. ფეხბურთელები ღუდუშაური ზოური ეხსნება, მიიღო კიდეც ბურთი საჯარიმოშია უკვე სრულმოძრაობა, პასი დარტყმა და 0-3. ეს ზაგანიას გოლი. ასეთი გოლები ამ ფეხბურთელს გაუტანია და ყველაფერს იბერია. ღუდუშაურმა დაიწყო, ზოურმა გააგრძელა და ზაგანიამ მეორე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში. ხო, აქ უკვე ძალიან დიდი ოპერაცია. ეს ერთი შეხებით ზუსტი დარტყმა, რაც ფორვარდისთვის ამ ტიპის ფორვარდს უნდა შეეძლოს და ეს ამირან ზაგანიას შეუძლია. ის გასულ სეზონში გამოჩნდა. ბარამიძე შეიძლება დარტყმა და მეკარე თამაშობს კარგად. აქ ჯერჯერობით მხოლოდ მცირე დრო ეთმობა, ესეც აღსანიშნავია. და დაარტყან ხა კარისმართულები და ეს 1-3. ხელი დაუტოვა, აუ სადამდე მივიდნენ და რა ეპიზოდია. აი ფეხით არანაირად არ ეხება, ხო, აი მოდი ვნახოთ, არანაირად არ ეხება ფეხი და ხელი წამოკრა ვითომ. ხო, არის ეს საჭმა გადაწყვიტოს, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ინტენსივობა მუდმივად გაისმის ეს ფრაზა ხოლმე ხშირად ამ შემთხვევაში რამდენად იქონია გავლენა, რამდენად იყო ეპიზოდი და არ თვისია. 5 წუთია დამატებული, მიუხედავად ანგარიშისა, მაინც საჯებმა ბოლომდე შეასრულეს თავის მეოლება, კარგი დარტყმა წულუკიძის.
ეს უკვე საფინალო სასტვენი არის, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა მისცა. დინამო ბათუმი იბერია 0-3.